მე-16 საუკუნეში ევროპელმა მოგზაურებმა თუ კოლონიზატორებმა ამერიკიდან 1000 დაავადებასთან ერთად ბევრი სიახლე შემოიტანეს. მაშინდელი ბურჟუაზიული საზოგადოებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა ბალახი, რომელსაც გამაბრუებელი სურნელი და რეაქცია ჰქონდა. პირველად ეს მცენარე, რომელსაც თამბაქო ერქვა, 1556 წელს საფრანგეთში მოხვდა. მაშინდელმა ელჩმა პორტუგალიაში ჟან ნიკომ ეს გამაბრუებელი ბალახი კატერინა მედიჩის მიართვა. საფრანგეთის დედოფალს იმდენად მოეწონა ეს ეგზოტიკური საჩუქარი, რომ მაშინვე წამოიძახა ნიკოტიანა, ანუ კოსახეობა. წლების განმავლობაში ნიკოტინის მოხმარებისა თუ დაფასოების წესები დაიხვეწა. სიგარეტის კოლოფზე დღეს ხშირად შევხვდებით შემდეგ წარწერებს. მოწევა კლავს, იწვევს კანის დაბერებას, ფილტვის კიბოს, იმპოტენციას, საფრთხეს უქმნის ნაყოფის ჯანმრთელობას, თუმცა მიუხედავად ამისა, ღერი სიგარეტი ფინჯან ყავაზე განსაკუთრებით მომხიბვლელია. ტიკო ფერქლიშვილი არ ყვევდა სტატისტიკას და ასევე no smoking-ის საკითხებს. გამარჯობა ტიკო. გამარჯობა. ესე იგი, როგორც ვიცით, ამერიკისა და ევროპის ბევრ ქვეყანაში უკვე არის კანონი, რომელიც კრძალავს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თამბაქოს მოწევას. რა მდგომარეობაა ამ მხრივ საქართველოში? საქართველოში მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ერთადერთი შარშან, რასაც მიაღწიეს კანონმდებლობმა, იყო ის, რომ აეკრძალათ თამბაქოს მოწევა საგანმანათლებლო ორგანოებში და სამეცნიერო დაწესებულებებში, ასევე სპორტულ ნაკებობებში. თუმცა დღეს ყველა ცალსახად თან ხდება იმაზე, რომ მოწევა ხდება აბსოლუტურად ყველგან, ხდება სკოლებში, სადაც ეწევიან პედაგოგები და მოსწავლეები, ხდება საავადმყოფოებში, სადაც ეწევიან როგორც პაციენტები, ასევე ექიმები. სხვა შორის არის ძალიან საინტერესო სტატისტიკა. საქართველოში ჯანდაცვის სფეროში მოღვაწე 35% არის მწეველი, რომლებიც თავის სამუშაო ადგილებში ეწევიან თამბაქოს. თუმცა ყველაზე ეფექტური საშუალება, როგორც გაირკვა, მთელ მსოფლიოში იყო სწორედ საზოგადოებრივ ადგილებში თამბაქოს აკრძალვა, რამაც გამოიღო ძალიან კლება მწეველთა სტატისტიკაზე. საქართველოში პირიქით უფრო გაიზარდა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ეს მსოფლიო სტატისტიკაა, თუ არ მეშლება, ალბათ გამახსენე, წელიწადში 5 მილიონი ადამიანი გვხვდება, მე მგონი. თამბაქოს მოწევით, ყოველწლიურად. ხო, აი ესეთი ტერმინი არსებობს, ნიკოტინური შიმშილი. რამდენად რთულია შიმშილისგან გათავისუფლება? რა გზები არსებობს? იოლი ნამდვილად არ არის ამაზე ნამდვილად თან ხდებიან, თუმცა ყველაზე რთული მაინც, რასაც მედიკოსები თვლიან, არის ფსიქოლოგიური დამოკიდებულება ნიკოტინზე, თუმცა პრობლემატური არის, რა თქმა უნდა, ფიზიკური დამოკიდებულებაც. და ჩვევარაც თავარია ეს არის სოციალური ქცევა, როდესაც გაქვს მოთხოვნილება, როდესაც ჯდები თუნდაც საჭესთან, თუნდაც ყავაზე, თუნდაც მეგობრებთან, რომ აიღოს სიგარეტი, იმიტომ რომ ყველა ეწევა, იმიტომ რომ ყველგან ეწევიან. არის სამი ფაქტორი და პრინციპში სამივე რთული გადასალახი ამას დაწვრილებით სწორედ ჩვენი რესპონდენტი ხსნის ჩვენს რეპორტაჟში, ასე რომ მოვსმინეთ. დიდი მადლობა ტიკო, ეს სიუჟეტი ვფიქრობ განსაკუთრებით საინტერესო იმ ადამიანებისთვის იქნება, ვინც თავს ანებებს მოწევას, ან ახლა იწყებს, ასე რომ no smoking-ის, ან უფრო მკაცრად რომ ვთქვათ, მოწევა კლავს ჟურნალისტის ღიობში. მოწევა ყოველწლიურად მსოფლიოში 5 მილიონ ადამიანს კლავს. ასეთი არის სტატისტიკა და ამ სტატისტიკაში საქართველო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა. ჩვენ თითქმის დავამთავრეთ რეტროსპექტიული ანალიზი თამბაქოსთან დაკავშირებული სიკვდილიანობისა და დაავადებიანობისა საქართველოში. ეს არის კლასიკური კვლევა, რომელსაც თითქმის ყოველწლიურად ატარებს მთელი რიგი ევროპული ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები თავისთავად და ბევრი სხვა ქვეყანა. საქართველოში ყოველწლიურად დაახლოებით 6000-მდე ადამიანი იღუპება თამბაქოსთან დაკავშირებული დაავადებების გამო. უფრო ზუსტად, თამბაქო უშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ, თამბაქოს გამო. ეს წარწერები საქართველოში მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გაჩნდა. განვითარებულმა ქვეყნებმა უფრო დიდი ხნის წინ სიგარეტის კოლოფზე ბევრად შემზარავი რეალობა დაიტანეს.
ის რასაც თამბაქოს კვამლი იწვევს, უფრო შთამბეჭდავი სანახავი სპეციალურად მწეველებისთვის განკუთვნილ ექსპერიმენტებში ჩანს. 400 ღერს სიგარეტს კუსტარულად მოწყობილი დანადგარისთვის იყენებენ. ეს ის რაოდენობაა, რომელსაც მწეველი საშუალოდ 1 თვის განმავლობაში იღებს. ამ ექსპერიმენტში თამბაქოს ჩაწვას 3 საათი და 30 წუთი სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ბოთლში დაგროვილი სითხე ფერსიცვლის და სწრაფად ჩავდება. 400 ღერის სიგარეტიდან გამოყოფილი ნამწვავი, რომელიც ბოთლში დაგროვდა, ცეცხლზე გადააქვთ. რამდენიმე წუთში შავი სითხიდან ასეთი მასა მიიღება. ექსპერიმენტის ავტორები ამტკიცებენ, რომ მწეველის ფილტვები სწორედ ამ სახის მომაკვდინებელი ნივთიერებით იშხინთება. მოწევა ყველაზე ხშირად ფილტვის დაავადებას იწვევს. ავთვისებიანი სიმსივნის ყველაზე გავრცელებული შემთხვევაც ფილტვის კიბოა. მისი გამომწვევი ერთადერთი მიზეზი კი მოწევა. ყოველწლიურად საქართველოში კიბოს 7000 ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ამ 7000 შემთხვევიდან 1000 არის ფილტვის კიბო. ეს მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარე, მამაკაცთა პოპულაციაში ფილტვის კიბოს უჭირავს პირველი ადგილი. ბუნებრივია, როდესაც შეისწავლის მიზეზი თუ რა უნდა იყოს ფილტვის კიბოს გამომწვევი, ცალსახად ადგენილია მთელ მსოფლიოში, რომ ფილტვის კიბოს გამომწვევი გახლავთ თამბაქოს მოწევა. მეორე კომპიუტერული ფილტვის კიბოს განკურნება მესამე და მეოთხე სტადიაში შეუძლებელია. ოპერაციული ჩარევის შემდეგ კი თუ სიმსივნური წარმონაქმნის ადგილმდებარეობა ამის საშუალებას იძლევა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უმნიშვნელოდ იზრდება. აი, ნახეთ რამოდენა სიმსივნეა, აი, ამაზე ლაპარაკია. შეიძლება ცალსახად ითქვას, რომ ამის გამომწვევი მიზეზი არის. ცალსახად შეიძლება ითქვას, აი, ეს პაციენტი დაახლოებით 40 წელი ეწეოდა სიგარეტს. 40 წელი. ფილტვის კიბოს გარდა თამბაქოს მოხმარების პირდაპირი კავშირი დადგენილია ტუჩის, ხახის, პირისღვრისა და კუჭის კიბოსთან. სიმსივნე მსოფლიოში გავრცელების მხრივ გულსისხლთა დაავადების შემდეგ რიგით მეორე ადგილზეა. მედიკოსების პროგნოზით 10 წლის შემდეგ სიმსივნური დაავადების რიცხვი 20 მილიონს მიაღწევს და გავრცელებულ დაავადებათა შორის პირველ ადგილზე გადავა. ამის ერთ-ერთი მიზეზი კი თამბაქოს ფაქტორი იქნება. სიკვდილობის 25% მოდის თამბაქოზე და მისგან გამოწვეულ დაავადებებზე. ეს არის საშინელი სტატისტიკა და ასევე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საშინლად გაიზარდა ახალგაზრდა გოგონებს შორის თამბაქოს მოხმარება და პარალელურად გაიზარდა ბავშვთა სიკვდილიანობის და მკვრადშობადობის რიცხვმა. იმატა ზუსტად მისდევს, ესე რომ ვთქვათ, ამ მაჩვენებლებს. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ბოლო წლების მანძილზე თამბაქოს მოხმარების მკვეთრი კლება აღინიშნება და ამის უმთავრეს ფაქტორად საზოგადოებრივ ადგილებში მოწევის აკრძალვა ითვლება. მოქმედი კანონი თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოშიც არსებობს, თუმცა თუნდაც სამედიცინო დაწესებულებებსა და საგანმანათლებლო ორგანოების სრული გათავისუფლება თამბაქოსგან მაინც ვერ ხერხდება. 2009 წელს ჩატარებული გამოკვლევა აჩვენებს, რომ საქართველოში თამბაქოს მოხმარება მხოლოდ ჯანდაცვის მუშაკებში 35%-ს აღემატება. იგივე მდგომარეობაა პედაგოგებსა და სკოლის მოსწავლეებს შორისაც. სკოლაში პედაგოგებიც ეწევიან და ბავშვებიც ეწევიან. ეს არის დიდი პრობლემა. საავადმყოფოების უმრავლესობაში აბსოლუტური პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ეწევიან. ვინ? ეწევა როგორც პერსონალი, ასევე ავადმყოფებიც. ექიმებიც ეწევიან და მნახველებიც. საქართველოში მოწევა შეიძლება ყველგან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სახელმწიფო დაწესებულებებში, ოფისებში, ყველა რესტორანსა თუ კაფეში. იმის მიუხედავად, რომ კანონი საკვებ ობიექტებზე არამწეველთათვის რამდენიმე მაგიდის გამოყოფას ითვალისწინებს, საქართველოში ამ მოთხოვნას თითქმის არავინ ასრულებს. არ მოქმედებს არც საჯარიმო სანქცია. ჯარიმები არის ფიზიკური პირისთვის 5-დან 10 ლარამდე და იურიდიული პირებისთვის 50-დან 200 ლარამდე. როცა ჩვენ ვახორციელებთ მონიტორინგს, მაშინ კი.
მაშინ აფიქსირებენ რამოდენიმე სამართალდარღვევას და მეორე მექანიზმი თვითონ ამ ადმინისტრირების არის ძალიან რთული. პოლიციელი თქვათ, როცა დააფიქსირებს სამართალდარღვევას, დგება შესაბამისი ადმინისტრაციული ოქმი, მიდის სასამართლოში, სასამართლო მერე იხილავს ამას და მერე სასამართლოს გადაწყვეტილების მერე აღსრულებამდე მიქცევა და იქიდან თქვათ იმ თანხის ამოღება არის ფაქტიურად, პრაქტიკულად ძალიან რთული მექანიზმი. სიგარეტზე თავის დანებების ერთ-ერთ მთავარ მოტივად მაღალი ფასებით ითვლება. საქართველოში თამბაქო ყველაზე იაფი და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ეს არის მთავარი ფაქტორი, რომელიც ადამიანს ერთის მხრივ უჩენს სურვილს, რომ თავი დაანებოს და მეორეს მხრივ ხელს უწყობს საკუთრივ გადაგდების პროცესში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რა თქმა უნდა. მეორე ფაქტორი ეს არის ფასები, გადასახადების ზრდის ხარჯზე. ამერიკის შეერთებულ შტატებში და პირველი, ეს თქვა, ჭიშკარი ამერიკაში, ნიუ-იორკი მაგალითად, ევროპული ქვეყნების და საერთოდ ამ სამყაროსთვის, ევრაზიის ქვეყნებისთვის ყველაზე მაღალი ფასი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფასებია ნიუ-იორკში თამბაქოზე. ეს არ არის შემთხვევითი მოვლენა. თუ არ ვცდები, 7 თუ 8 დოლარი ღირს ერთი კოლოფი სიგარეტი მინიმუმ. ეს არის ძალიან სერიოზული ზეგავლენის მქონე ფაქტორი. თუ როგორ უნდა დაანებო თავი მოწევას, ამას სიგარეტის კოლოფზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე გეტყვიან. მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთი ტელეფონი და ერთი ოპერატორი მწეველების ზარებს მთელი დღის განმავლობაში პასუხობს. ყოველდღიური სატელეფონო ზარი 50 აღემატება. ალო. გამარჯობათ. თავიდანვე მინდა რომ გაგაფრთხილო და გირჩიოთ რომ თამბაქოსთვის თავის დანებებას თუ აპირებთ დოზის შემცირებით, ანუ დღეს 2 ღერით შევამცირებ, ხვალ 3 ღერით, ასე თამბაქოს საწადელ მიზანს ვერ მიაღწევთ. თუ თავის დანებებას აპირებთ, თავიდანვე ერთიანად უნდა თქვათ თამბაქოზე უარი. აი მე ყოველას ურჩევ რესპონდენტებს, ვინც რეკავენ, რომ ერთი კვირით ადრე მოემზადონ ფიზიკურად და გონებრივად, ვისაც სურს თავის დანებება. ფიზიკურ მომზადებაში რა შედის, ეს არის ხანის განმავლობაში მინიმუმ 8 საათი იძინოთ, დღის განმავლობაში მინიმუმ 8 ჭიქა წყალი დალევონ და ბალანსირებულად იკვებონ. ეგ ყველაფერი მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. თქვენი ნერვული სისტემა რო იყოს მშვიდი და გაწონასწორებული, ეს აუცილებელია, რადგან ამ ცვლილებას შეხვდეს უფრო შვიდად. სიგარეტის მოწევაზე თავის დანებების რამდენიმე საშუალება არსებობს. სპეციალისტები ამბობენ, რომ ყველაზე რთული გადასალახი თამბაქოზე ფსიქოლოგიური დამოკიდებულებაა. თამბაქოზე დამოკიდებულება არ არის მავნე ჩვევა, როგორც ჩვენთან არის გავრცელებული. მავნე ჩვევა ეს არის ერთ-ერთი მცირე ნაწილი მთელი ამ დაავადებისა. ეს არის პათოლოგიური მდგომარეობა. ის რომელიც მოიცავს ფიზიკურ დამოკიდებულებას, ფიზიკურ ლომკავს, იგივე ნიკოტინურ აბსტინენციას და აგრეთვე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას, ანუ ჩვევას და აგრეთვე სოციალურ დამოკიდებულებას. როდესაც ჩვენ საუბრობთ თამბაქოს მოხმარება არის მოდა, აი სწორედ ეს არის ეს მომენტი. სამივე ამ დამოკიდებულებისგან უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, თუ მას უნდა რომ თავი დაანებოს და ეს წამლებით მარტო ვერ ხდება. ფიზიკური დამოკიდებულება თავს იჩენს გადაგდებიდან პირველივე დღეებში და გრძელდება 10 დღის განმავლობაში. მაშადამე მწეველს, ყოფილ მწეველს ნიკოტინი შეა მხოლოდ და მხოლოდ 10 დღის განმავლობაში. ამის შემდეგ ეს ფაქტორი ქრება როგორც ასეთი მთლიანად და იწყება ფსიქოლოგიური ლომკა, მაშადამე ჩვევის ლომკა. მაშადამე ადამიანს უნდა კვლავ და კვლავ გაიმეოროს ის ქცევები, რომელიც თამბაქოსთან იყო დაკავშირებული. და ბრძოლა წარიმართება სწორედ ამის წინააღმდეგ. ეს მწვავე ფაზა ფსიქოლოგიური დამოკიდებულებისა გრძელდება დაახლოებით 1 თვე
ერთ თვეში ძირითადი პრობლემები არის დამთავრებული და მერე არის ასეთი მიდგომა, რომ ადამიანი ითვლება თამბაქოსგან განკურნებულად, თუკი მან გადაგდებიდან 2 წლის განმავლობაში არ მიიღო არც ერთი ღერი და არც ერთ ნაფასის თამბაქო. 74 საათში სისხლში არის 0 კონცენტრაცია ნიკოტინისა. საკუთრივ ნიკოტინი ხრება, მაგრამ რჩება ქცევა, მაშინ ადამიანს ჩვევა, რომელიც კვლავ და კვლავ ახსენებს ადამიანს. ნიკოტინის გადაგაინდა დასწრება 72 საათში. 72 საათში. იწმინდება. სრულიად იწმინდება და სწორედ ეს მესამე დღე არის, ხო, მესამე დღე უწევს, არის კრიზისული პერიოდი. ყველაზე პიკი, ფიზიკური ლონკის კრიზისის პიკი, როცა ადამიანი გაუსაძლის მდგომარეობაში ვარდება, სუბიექტური შეგრძნებით. ნიკოტინზე დამოკიდებულებისგან მსოფლიოში მილიონობით ადამიანი გათავისუფლდა. ის კი ვინც ისევ ეწევა გარდაუვალი რეალობის წინაშე დგება. ის რომ მოწევა კლავს, დღეს მსოფლიოში უკვე ყველათან ხდება. ჟურნალისტის დღიური დღეს აქ დასრულდა. ჩვენ კიდევ არაერთ საინტერესო თემაზე შევჩერდებით, ოღონდ ერთი კვირის შემდეგ. გმადლობთ რომ გიყურებთ მომავალ შეხვედრამდე.